Tornike Rijvadze მართვით სუნთქვაზე რჩება პოლიტიკოსის მდგომარეობა ისევ მძიმეა. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან იმყოფებიან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თუმცა არავინ აჭარის არალეგიტიმური მთავრობიდან. საავადმყოფოსთან არ გამოჩენილა არც ოცნების პრემიერი. იქ ოლიგარქის მთავრობიდან მხოლოდ მიხეილ სარჯველაძე მივიდა. ქეთი ნადიბაიძე მუშაობს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან. ქეთი, როდის გვეცოდინება მეტი დეტალი რიჟვაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ? დაახლოებით 1 საათში ველოდებით კლინიკისგან უახლეს ცნობებს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მანამდე რაც ჩვენთვის არის ცნობილი, არის ის, რომ ის ინტენსიურში რჩება მართვით სუნთქვაზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დილით და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან იკრიბებიან მისი ახლობლები, რომლებიც მედიასთან კომუნიკაციისგან და საჯაროდ რაიმეს თქმისგან თავს იკავებენ. ცოტა ხნის წინ აქ მოვიდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ქართული ოცნების წევრები, ტიტი დავით ბაციკაძე და მათაც ჩვენი ყველა შეკითხვა დატოვეს. უპასუხოთ მათ შორის კითხვები, რომელიც უკავშირდება თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას. ჯერათ თუ არა იმ ვერსიის, რასაც მუშაობს გამოძიება, რომ ეს იყო თვითმკვლელობის მცდელობა, რას ფიქრობენ წერილზე, რომელიც საქმეში დევს. ეს არის შეკითხვები, რომელიც ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების წევრმა დავით ბაციკაძემ უპასუხოთ დატოვა. რა მოხდა რეალურად იცით? გჯერათ ამ ვერსიის, რასაც გამოძიება აქვს. ფიქრობების მცდელობის ვერსიის გჯერათ? არ გვეტყვით არაფერს. ეს ნომერი როგორ უნდა გავიგოთ? გამოძიების ვერსიის გჯერათ, არ გვეტყვით? წერილის რომელიც იპოვეს. ჯერჯერობით ქართული ოცნების წევრები ცენტრალური ხელისუფლებიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან არ გამოჩენილან. საზოგადოებამ იცის, რომ გუშინ მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. სანამ შევიტყობთ ბოლო ცნობებს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ დღეს ოფიციალურად ბრალს წაუყენებენ ამ საქმეზე დაკავებულ ერთადერთ პირს, ალექსანდრე ახვლედიანს, რომელიც არის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი და რომელიც დაკავებული არის იარაღის წესების დარღვევით შენახვის მუხლით, როგორც მისი ადვოკატი გვეუბნება. რამდენიმე დეტალს, მხოლოდ რამდენიმე დეტალს ამ საქმესთან დაკავშირებით არის ის, რომ ალექსანდრე ახვლედიანის მონაყოლით თორნიკე რიჟვაძე გასროლის მომენტში ოთახში მარტო იმყოფებოდა და ასევე ახვლედიანმა წაიყვანა ის საგარეჯოს კლინიკაში დაჭრილი. ეს არის ერთადერთი ცნობები, რასაც ამ ეტაპზე ვისმენთ ადვოკატის მხრიდან, როგორც მან დაანონსა. დანარჩენს შევიტყობთ მას შემდეგ, რაც აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით ბრალის წაყენების შემდეგ უკვე სასამართლოში სხდომა ჩაინიშნება. ალექსიმ დღეს რო ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება, გამომდინარე იქიდან, რომ დროულად და უსწრაფოსად იმოქმედა. სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, თავისივე საკუთარი მანქანით გადაიყვანა, წამები წყვეტდნენ ამ სიტუაციას და ამიტომ არ დაიბნა და დროულად და უშუალო čarevit შენარჩუნდა მისი სიცოცხლე. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, დღეს მოხდება სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში, დაზუსტებული დრო ამ ეტაპამდე არ არის ჩემთვის ცნობილი. ვიდრე საქმის მასალებს არ გავეცნობი, ჩემთვის ესე ზეპირი ინფორმაცია და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია არაფერს არ ნიშნავს. ალექსანდრე ახვლედიანი რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორში და როგორც მისი ადვოკატისგან მოისმინეთ, მას დღის მეორე ნახევარში დღეს ოფიციალურად ბრალს წაუყენებენ და ამის შემდეგ უკვე უნდა დაველოდოთ სასამართლოს სხდომა, სადაც ის აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. წესით ამ სხდომაზე ბრალდებული უნდა გამოცხადდეს და შესაძლოა მეტი დეტალი გავიგოთ საგარეჯოში მომხდართან დაკავშირებით. მანამდე შეგახსენებთ, რომ გამოძიება მუშაობს თვითმკვლელობის ვერსიაზე. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის გამოძიება დაწყებული. თორნიკე რიჟვაძე რჩება კლინიკაში სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში, ინტენსიურ განყოფილებაში.